ხანძარი იყო ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში ცეცხლი დამხმარე ლიფტის შახტში დაახლოებით დილის 4 საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ოფიციალური განმარტებით ცეცხლი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. მეხანძრემაშველები ხანძრის ლიკვიდირებას რამდენიმე საათი ცდილობდნენ. ახალი სასწავლო წლიდან საგამონაკლისო წესით პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ამ შესახებ განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა მიქანაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა და თქვა, რომ ამას ერთჯერადი ხასიათი ექნება. საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ნატოს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ვარაუდით საქართველოს მოქალაქის დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს გლობალურ ქსელს, რომელიც ირანის მითითებით მოქმედებს. ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. სახელმწიფო მდივანი რუბიო აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები გაძლიერდება. ისევ იბომბება თეირანი და ბეირუთი. ირანი კი აგრძელებს სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზებია განთავსებული. დრონებით შეუტიეს ერ-რიადში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. მომხდარს ტრამპიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი პასუხის შესახებ მალე გახდება ცნობილი.